როცა კონკრეტულ ასპექტზე ვამბობთ ხოლმე, როგორ დავამუშავო ეს ასპექტი, ხო? შეიძლება რაღაც ჩარჩო მოგცეთ. მაგალითად, ურანი მარსის კვადრატი ავიღოთ, ხო? და ეს ასპექტი ქმნის შფოთვას, მოქმედებაში გაუთვლელობას, იმპულსურობას და ეს არის გასაცნობიერებელი. მაგრამ იქვე შეიძლება აკეთებს ტრიგონს პლუტონთან, ხო, სიტყვაზე. ან იქვე შეიძლება აკეთებს მზესთან ჰარმონიულ ასპექტს. შეიძლება ეს ურანი ამავე დროს უერთდებოდეს სატურნს და სატურნი ასევე აკეთებდეს მარსთან კვადრატს და ეს უკვე აბსოლუტურად სხვა ისტორია არის. ანუ აი ამ ერთჯერადად რომ ეკითხებიან ხოლმე ეს ასპექტი როგორ დავამუშავო, მე შემიძლია ზოგადი ეს ფრაგმენტი ავხსნა, მაგრამ იქვე არის დასადები მეორე ასპექტი, დასადები მესამე ასპექტი, დასადები მთლიანი რუკა, ცალ-ცალკე არის გასარჩევი. და როდესაც ჩემთან მაგალითად კონსულტაციაზე მოდიან, ხო? აი ფაქტიურად ყველა რაც კი ჩართული, ან რთული, ან პოზიტიური ორივეს გავდივართ ასპექტი არის ნელ-ნელა ვკინძავთ. ანუ პირველი 1 საათი ხდება ხოლმე მთავარი ასპექტების აკინძვა, აი ვამბობ, აქ ის გამოცდილება გაქვთ, აი ამ ფრაგმენტში ესე თიქცევა გაქვთ. აი აქ ამას უპირისპირდება ეს და რო ავკინძოთ, ეს თან აბალანსებს, მაგრამ თან სხვა ასპექტი შემოდის. ანუ ცოცხლად ხსნი პროცესს ადამიანის ემოციაში, მოქმედებაში, აი გარდამავალი პერიოდები, როგორ დგება სხვა ასპექტთან, როგორ დგება აღმავალთან გადაკვეთა, როგორ დგება იუპიტერთან გადაკვეთა და აი ესე ნაწილ-ნაწილ კინძავთ ხოლმე და შემდგომი 9 საათი, 40 წუთი ვიწყებთ ხოლმე უკვე ამაზე მუშაობას. უკვე მთლიანობაში გავაცნობიერებინოთ ადამიანს მთელი კომბინაციები, თერაპიულად გავაცნობიერებინოთ. ზოგჯერ არის ხოლმე ღრმად, მძიმე ტირილიც თერაპიაზე, ესეთ კონსულტაციაზე, ზოგჯერ არის ღრმა ემოციები, ზოგჯერ არის პირიქით აღმოჩენა, რომ მე არ ვიცოდი თუ ესეთი რესურსები მქონდა, მე არ ვიცოდი ეს პოზიტივი თუ მქონდა და სასიამოვნოდ გაოცებულები არიან ხოლმე, როდესაც ამხელა დადებით კომბინაციებთან აქ შეხება ადამიანს და თითქოს იღვიძებენ ხოლმე. იცი რაღაცა მძინარე ფაზაში იყო ადამიანი და რო ვიწყებთ ლაპარაკს, რომ ეს რესურსი გაქვს, ეს გაქვს, ეს გაქვს, ეს გაქვს და აიმე კი თურმე მაქვს და ვერ ვხედავდი ამ ყველაფერს და მე იქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, რა უშლიდა ხელს, რომ ეს ყველაფერი დაენახა, ხო? ანუ ესე იკინძება მთლიანობაში რუკა. ასე რომ, როცა ამბობენ ხოლმე, რომ როგორ დავამუშაო და თან კომენტარში ვერ გავცემთ ამას პასუხს, იმიტომ რომ სერიოზული მინიმუმ 1 სრულყოფილი კონსულტაცია ჭირდება ხოლმე. ამას ნებისმიერ ასტროლოგთან, ვინც ფსიქოლოგიურ კუთხით მუშაობს, შეგიძლიათ ძალიან კარგად შეეხოთ აი ამ თქვენ ასპექტებს, ოღონდ სინთეზურად.